საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დღეს 1200 ბავშვს მონათლავს საყოველთაო ნათლობა აჭარაში, კერძოდ ბათუმსა და ხულოში გაიმართება. ნათლობა ამ წუთებში უნდა დაიწყოს და ნათია როყვა ჩაგვართება პირდაპირ ეთერში. ნათია, ჩამობრძანდა თუ არა უწმინდესი აჭარაში? ადამიანები ხა ხულოში წმინდა ადრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში არიან შეკრებილები. ისინი რამდენიმე წუთში ელოდებიან პატრიარქის მოსვლას. ბოლო მონაცემებით 1300 ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია. დღეს ხულოში სახალხო ნათლობა იმართება და ყველა მონათლუის ნათლია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იქნება. მონათლუების უმრავლესობა პატარა ბავშვებია, თუმცა ისტორიული ტაოკლარჯეთიდან დღეს ორი ადამიანი ჩამოვიდა, რომელიც ჩვენ ნახეთ და ისინი აპირებენ, რომ გაქრისტიანდნენ. ეს არის დიდი გრანდიოზული საქმე, დიდი მოვლენა აჭარისთვის. ეს არის აჭარის გამოღვიძება. რამე თუ როგორც ნათქვამია, წყალი მიდგება, მოდგება და თავის ადგილას დადგება და ჩვენი წინაპრების ლოცვა-კურთხევით, რომელიც ესაში არიან და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დღეს ინათლება უამრავი ადამიანი. დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ მე მოუნათლვიყავი ქრისტიანულად, მაგრამ დღემდე ეს არ გავამხილე, იმიტომ რომ მე როგორც საზოგადო მოღვაწე, პოეტი კაცი, ამავე დროს განათლებული პედაგოგი და ასაკოვანი, ჩემი სიტყვა უფრო შთამბეჭდა ვიქნება, ასე ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობისა და ჩვენი კუთხისათვის. ქართველები იმის გულობისაგან გადავწყვიტეთ, რომ მოვინათლოთ. ჩვენი წინაპრების ძალით სარჯულო სარწმუნო შეუცვალეს. იმის განო ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წინაპრების სარწმუნო რაც არის, ის მივიღოთ სულით და გულით ჩვენ სარჯულო ქრისტიანობაზე ვბრუნდებით. საქართველოს პატრიარქი აჭარაში დღეს დილით ჩამოფრინდა. გარდა ნათლობისა, ის დღეს ახალდაოჯახებულ წყვილებსაც დაუწევს. ნათლობის ცერემონიალის გარდა დღეს 30-მდე წყვილი ხულოს მუნიციპალიტეტში ჯვარს დაიწერს. დიდი მადლობა, ეს იყო ნათია როყვა აჭარიდან, სადაც საყოველთაო ნათლობა გაიმართება.